სალამი მეგობრებო, როგორ ხართ? მოკლედ გილოცავთ ახალ წელს, ახალ 2025 წელს პირველ რიგში და გისურვებთ ყველას, მათ შორის ჩემ თავს, თქვენს გისურვებთ იმას, რომ გქონდეს მშვიდობა ქვეყანაში, სოფლიოში, გქონდეს რა თქმა უნდა ჯანმრთელობა და ფული. მე მგონია ყველა თანხმდებით იმაზე, რომ ფოლე. ხო, თუ ვინმეს ის აზრიავს, რომ ფულით ბედნიერებას ვერ იყიდით, მე მომესწრებ ფულ და მეგაჩვენებთ ფიქრებით თუ არ იყიდით. დიდრები იძახიან მაგას, რომ ფულით ბედნიერებას ვერ იყიდიო. დღეს ვაფასებთ საახალწლო სუფრის მენიუებს, თუ რა შეთავაზებებს გვეკეთებენ კომპანიები, განვიხილავთ მენიუს და მარტივი შკალა გვექნება შეფასების, სულ ორი შეფასების კრიტერიუმი გვაქვს, ეს არის მენიუს მრავალფეროვნება და ფასის შესაბამისობა რაოდენობასთან მიმართებაში. დღეს განვიხილავთ 7 ობიექტს, რომლებიც გვთავაზობენ თავიანთ განსაკუთრებულ საახალწლო სუფრას. ბევრს ეზარება სახში გაკეთება საჭმლის, სამზარეულოს არევა, ან დრო არ აქვს და ძალიან კარგი რამე არის, რომ რაღაცა კომპანია გთავაზობს მზა სუფრა. რაღაც ახალ ტენდენციად ჩამოყალიბდა საბოლოო ჯამში, რომ შეუკვეთო რესტორნიდან და მოიდანონ ამზადებული საჭმელი. რაც ეხლა ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი ამ შემთხვევაში არის ის, რომ თქვენთვის არ გაგვეცნია კენდი, რომელიც ჩვენი ლუდის წევრია, ასევე ჩვენი პროფესიის წარმომადგენელია, მზარეულია, დანახევში უჭირავს და საჭმელს აკეთებს. მიესალმე კენდი ჩვენს მაყურებელს. მოგესალმებით ყველას. კენდის რა თქმა უნდა გაგვიზიარდა თავის ასო. ნუ ნერვიულო, კაც, ნუ ნერვიულო. პირველი გვაქვს Royal Catering-ი. შენიერი წეულება, რაღაც წეულება, ხო, რაღაც თავისი სლოგანიც აქვს. არა, ეგრე ქვია. ეგრე ქვია? მართლა მეგოდის და როცა. ეს გვაქვს 6 კაციანი, 6 პერსონიანი მენიუ, ფასი არის 395 ლარი და მენიუ გვაქვს ესე იგი შემდეგი: გოჭი, ქათამი, მე მგონი ჯობია გრამებით ვთქვათ, ხო? გოჭი 500 გრამი, ქათამი შემწვარი 800 გრამი, საცივი 1 კილო, 1 კილო საცივია, ტოლმო ვაზის ფოთოლში 15 ცალი, რომელსაც მოყვება ტოლმის соуსი, საქონლის ხორცის შაშუშული არის 800 გრამი, ღორის ხორცის რულეტი 500 გრამი. ეს ალბათ ის ბლინები რო არის ეგ არის. არა, ღორის ხორცის რულეტიო და რულეტი მაშინ ამო გადახო პორკეტას ვარიანტ შეიძლება იყოს, რაღაც მე უფრო ეგრევე თავად, მაგრამ 500 გრამიანი პორკეტა ცოტა საახალწლო ხშირად ვიციან ხოლმე მენიუებში ეს ბლინები. მოხარშული ისინი ხო არ არის, აკია, ხარშული ღორის ხორცის რო ახოვენ აფილოში და რაღაცებში და მედი არა. ალბათ რაღაც ეგეთი რულეტია რა, ჩემს რა. ხალეულის ასორტი გვაქვს 800 გრამიანი, ქათმის სალატი 500-იანი, იმერული ხაჭაპური 8 ნაჭრიანი, ლობიანის 8 ნაჭრიანი, თითო იქნება დიდი ალბათობით. ორაგულის შემწვარი 500 გრამი, ყველის ასორტი, ესე უწოდეთ, ანუ ყველის ასორტი გვაქვს 300 გრამიანი, ყემალი 400 გრამი, თომისპური 2 ცალი და ნამსხურის ასორტი 10 ნაჭერი. ნამსხურის ასორტი 10 ნაჭერი, ცოტა არ იყოს და დამაბნეველია ჩემთვის პირადად. ნუ შესაკვეთად დაგვიკავშირდით და ნომერი უწერიათ 555 15 21 ბოლოს წარვასახებთ. მოკლედ, ალბათ უნდა დაარეკო, რომ გაარკვიო კონკრეტულად რა არის ნამსხურის ასორტი. იცი რა, ძალიან ეგეც უნდა აღნიშნოთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც რაღაც მენიუს ვადგენთ, მინიმუმ ცირედი აღწერა მაინც დავუყოთ თან, რომ ვიცოდეთ რა არის და რა უნდა შევუყოთ ან რა ვჭამოთ, ხო? ხო, თან მით უმეტეს ახალ წელს ძალიან ბევრი უკვეთავს ესეთ მენიუებს და შემოგდის ყოველდღე რაღაცა 500 ზარი შემოგდის და ყველას ვერ აუხსნი ახლა სათითაოდ რა რამდენი შედის. არ ჯობია რომ დაწერო, გქონდეს ზუსტად გათვლილი ყველაფერი და ზედმეტი კითხვებიც არ გაჩნდება რა. კი ბატონო, ეს ყველაფერი გამოდის კილო 250 გრამი კაცზე ჩვენ დავიდეთ მომზადეთ ამ ფასი იყო 395 ლარი 6 პერსონაზე და პერსონაზე გამოდის 65 ლარი, ხო? კი ბატონო, 65 ლარი, ჩემი აზრით ძვირია. კი. ძვირია, და მარჯა მაგალია ამ შემთხვევაში. მოდი ქულები შევაფასოთ. პირდაპირ გადავიდეთ. 1-დან 10 ქულამდე უწერთ თითო საკითხში და ჯამურად რამდენი გამოვათ ნახოთ. აი, მენიუს მრავალფეროვნებაში რას ფიქრობ, ჩემი ძმაო, ჩემი დაო, მამა? რამდენს დაუწერდი კენდი? რაღაცა ნახე. მრავალფეროვანი მენიუ არის. 4-ს დავუწერდი მსახურებს. ანუ ესე იგი 5-დან 4 ქულას დავუწერდი. 5-დან 4 კი. კაი ბატონო, მე გეთახმები მაგაში და მეგონი მერეანს გეთახმება. გენდობად. ფასთან მიმართებაში როგორ ვთქვა, შეიძლება ფიქრობ. ნახე ფასთან მიმართებაში 65 ლარი და კაცზე კილო 250 გრამი გამოგდის. ცოტა მეძვირება. 65 ლარა რა ვიცი. კილო 250-ზე მეც ვიყიდით და შევჭამთ და სახში ბოლოს არ გადავიხდი მაგდელას და 395 ლარად. ბევრად მეტ ადამიანზე გავთვლი ჯანდაბას დავსვრის სამსარებულოს ერთი დღე გავაკეთე რაღაცას და ხო ანუ რამდენი 5-დან 3 ქულა. 3 ქულა, всё. ანუ ჯამში გამოდის 7 ქულა. სხვადასხვა ეს მენიუები და ობიექტები შერჩეულია
რეცეპტორის ჯგუფიდან, სადაც იწერებოდნენ ხშირი მოთხოვნა რაზეა, ვიზია და იქიდან ავარჩიეთ. შემდეგი ობიექტი არის გოგოებთან და მათ აქვთ 750 ლარიანი მენიუ 112 პერსონაჟზე. საკმაოდ მრავალფეროვანი კი არის. უბრალოდ მინუსი არის ის, რომ გრამაჟობა არ წერია საერთოდ. რაოდენობა არის მოკლედ ესე 10-12 პერსონაჟი. უნდა გამოიცნო რაოდენობა, რამდენი საშუალოდ 11 ადამიანია. საშუალოდ არ გამოდის. ძალიან ცუდი ტონია ჩემი აზრით, რომ როდესაც ამხელა რაღაც მენიუს წერ, მინიმუმ მიაწერო თავის ხაჭა ხო რაოდენობა. აი ხაჭაპური რობიანი როგორ წერა ხოციბლინ და არც ეცე არ იტერია რაოდენობა რამდენია. 750 ლარი რაში უნდა გადავიხადოთ. გადასახდელია რომ იქნება 10-20 მაგალ. საბოლოო ჯამში 750 ლარი 10 ადამიანზე რომ გამოიენდარიშო ძალიან მარტივად 75 ლარი გამოდის ადამიანზე რომელიც ასევე საკმაოდზურია. მით უმეტეს იმის ფონზე რასაც ახლა ვსაუბრობთ რომ გრამაჟობა და რაოდენობა არ წერია მინიმუმში. არ ვიცი რაში ვიხდით 75 ლარს რაში ვიხდით. მოდი პირდაპირ ვეთქვი რა მენიუს მრავალფეროვნებაში ალბათ 4-ს დავუწევდი 5-დან იმიტომ რომ საკმაოდ დიდი ჩამონათვალი აქვს და ჩამონათვალიც მარტივად რომ გავყვეთ ხაჭაპური აქვს ლობიანი, ხორცისბრული აქვს, ჭადი, პური ან შოთი, ინდაური საცივი, ქათმის სალათი, საქონლის სალათი, შემწვარი ორაგული, შემწვარი კოჭი, ორაგულთან ვისურვებდი რომ ბაჟი მაინც ყოფილიყო, რაღაცაში ყოფილიყო შემწვარი ორაგული მარტო ეს მშალად ვარდოს, შემწვარი წიწილა, ხალის ასორტი, კუპატი, გებჟალია, მეგრული კუჭმაჭი, ყველი სულგუნი, კიდრი პომიდორი, წმინდის ასორტი, ჩურჩხელა, გოზინაკი და ნამცხვარი. არც ხო ნამცხვარზეც თავისთავად რაღაცა ნამცხვარი მინიმუმ ეკლერი მაინც ჩამიწერე რა ნამცხვარი კაი გავიდე რა არის ისი ნამცხვარი მეტოკი ხო ჩემი აზრით 4 ქულა ამ მენიუს მრავალფეროვნებაში ეკუთვნით 5-დან მარტო იმიტომ რომ რაოდენობრივად საკმაოდ დიდია გაწერა ხო რაც შეეხება უშუალოდ პირდაპირ ვთქვი რა მოდი აღარ დაგასწრეთ თქვენ ფასის შესაბამისობა დიდი ჩაკუჩი დაარქმევი რაოდენობასთან მიმართებაში რაოდენობა ბევრია ფასი იმდენად ჩემთვის წარმოუდგენელია 750 ლარს რა შევხვდი რადგან რაოდენობა არ ვიცი 0.5-დან. კი. ამიტომ გოგოებს ვაფასებთ საერთო ჯამში 10-დან 4 ქულით. შემდეგი ობიექტი არის მუზლი, მენიუ 6 პერსონაჟზე და ღირს 220 ლარი. იგი შედგება ცივი კერძებისგან, ცხელი კერძებისგან და ცომეულისგან. ცალკე აქვთ დამატებით დესერტები, ოღონდ არ შედის. შესაძლოა ცალკე უნდა შევუდგოთ მოგინდა. 60 ლარი არის. 60 ლარი, ხო. თითო სახეობა 6 ნაჭერი. და კიდე დამატებით ვიღაცა შეიძლება გაუსწორდეს და მთლიანი შემწვარი გოჭი შეუკვეთოს რა. ეგეც 350 ლარი. გოჭი ღირს 150 ლარი. შეცვლა ღირს კიდე 150 ლარი. წავალ ჩემი უბნის თომეში და 20 ლარად შევაწევინებ გოჭს. ესე იგი ცივი კერძები აქვს მარტივად გავყვეთ ესეც რა. ტოლმა ვაზის ბოთოლში ვერ ხედა განდილი ბოდიში. ფხლის მიქსი ესე წერია და ცოტა მორფოლოგიაში მოიკოჭლებიან, იმიტომ რომ ფხალია და არ არის გულშვადი. ბადრიჯანი მიგზით, ჭარხლის და გოგრის ფხალი იმერულად. ქათმის სალათი, სალათი კალაკულად ოლივიე, სალათი კალაკულად ოლივიე ეს რო არის მოფიქრებული ამაში პლუსი, ჩემგან, იმიტომ რომ კარგი სახელწოდება. უბრალოდ ოლივიე? ხო, უბრალოდ ოლივიე არ წერია და არ აქვს დარქმეული თქვა. ქართული ყველის მიქსი, ტყემლის საწებელი, პომიდორის საწებელი, ცხელი კერძებიდან გვაქვს. კაც უნდა გოჭი აჯიკით, რომელიც ასევე მადის ამღვრევად ისმინება, ტაბაკა ბაჟეში, ორაგული ბოსტნეულის რაგუში, სოკოს ოჯახური სულგუნის ჩიფსებით, რაც რა თქმა უნდა მრავალფეროვნებაში, აი, კარგად არის რა. ნო, ქორციანი ბლინები, მეგრული კუჭმაჭი. ცნობილში გვაქვს აჩმა, მეგრული ხაჭაპური, ლობიანი და ბებოს მჭადი. 6 ნაჭრია. რამდენად ბებოს მჭადია, არ ვიცი, ბებო აკეთებს თუ არა, მაგრამ ბებოს მჭადიც კარგი სახელწოდება. სურული სამეფო, ხო, რა თქვით, დესერტები და მთლიანი შემწვარი გოჭი, რომელიც უკვე ფასი თქვით და გავიგე. საერთოდ ჯამში 220 ლარი რო გავყავთ 6 პერსონაჟზე გამოდის 36 ლარი და 60 თეთრი. კაცზე არის კილო და 10 გრამი ზუსტად გათვლილი, რომელიც ნორმალურია. მე ვფიქრობ, რომ მინიმუმ კილო უნდა იყოს ერთ ადამიანზე გათვლილი. ახალი წელია ხალხო, ახალ წელს სტუმრიანობა სულ არის, რა ვიცი, წელამსალობოდი ჩვენ კამერებს მიღმა, რომ 3 საათი მინიმუმ ჩერდების უფროსთან ყავს, სადაც რომ მიხარ სტუმრად და იმ 3 საათში კილო უნდა შეჭამო მინიმუმ. ამიტომ ნორმა. თუ არა და დათვრები ეგრევე. ხო, მე ბევრად მიჭამ. თელი ღამე ვერ რაღაც 60 კილო ეს არის როგორც არაფერი. ალბათ ბევრი თქვენგანი ეგრე იქნება.
მენიუს მრავალფეროვნებაში პირდაპირ ვთქვათ, რომ არც მაინც განსაკუთრებული მენიუს მრავალფეროვნება გვაქვს ამ შემთხვევაში, ვთქვათ იმისა, რომ საინტერესო კერძები არის, რაღაცა ჩიპსები, რაღაც დამატება რაღაცები, თუმცა აი ხო, აი რაღაცები გაკლია თითქოს რა. აი ნახეთ ან აქ რა არის, რომ გრამაჟობა რა უწარია რა, ეს გრამაჟობა საბოლოო ჯამში კიდეც ალკე ის არის რა, ამბავია რა. მაგალითად აი ფხლის მიქსი. საერთოდ ჩემს არ არის საჭირო ამგენი მენიუში. ყემალი 200 გრამი ყემალი 6 კაცი ყოფა, მე ვარ ხო. არ 400 გრამი გოჭი არის რა, მარტო. ეგ ცოტაა. ხო, ეხ მე მაგათაც ყემალი რომ დამიდო 200 გრამი მარტო მიშებჭა 200 გრამ ყემალს, იმიტომ რომ ყემალ და ფულს აი მაგრად ვიყაი. სანამ რაღაცას გადავიღებდი რა. ყემალს ჭამ გოჭთან ერთად. ხო. 400 გრამ გოჭზე 200 გრამი ყემალი. პროპორციები ცოტა არის. 5-დან 3 ქულა ნორმალური იქნება მე მგონი ამისთვის მუზლისთვის ჩემი აზრით მრავალფეროვნებაში. ფასის შესაბამისობა რაოდენობასთან მიმართებაში ერთად ვთქვათ 1, 2, 3. 3. ჯამურად 6 ქულა. 6 ქულა. მშვენიერი ქულა, მომავალ ახალწელს. იმედია რომ 10-დან 8 იქნება და მე უკვე ადანათი. განვითარების საშუალებას რა თქმა უნდა ვტოვებ. თან ესეც არ უნდა აღნიშნოთ რომ უკათო დუას მენიუა, უკათო დუა ახალგაზრდა მზარულია, რომელიც საკმაოდ პერსპექტიულ ადამიანად ითვლება უკას მოგეთქვა აქედან და წარმატებას უსურვებთ. შედეგ ობიექტს, რომელსაც კბილს გავკრავთ და განვიხილოთ ახალი წლის მენიუს, არის კნეინა, რომელსაც აქვს საკამაოდ ბევრად პერსონიანი მენიუ, 15 კაციანი. მაგრამ რა არის სექსიზმიანი კაციანი? ყველას უწერიათ 15 ან 6 პერსონა, 7 პერსონა, 8 პერსონა კაცი რა, ქალები არ ჭამე? ესე იგი, ამ 15 კაციან მენიუში ჩვენ გვაქვს ბაჟე ქათმით 2 კილოგრამი, ისპანახი, მიგზიანი, ბადრიჯანი, გოგრა 24 ცალი, ჭარხლის ფხალი კილონახევარი, ქათმის სალათი ბროკოლით და ბროწეულით 2 კილოგრამი, ოლივიე კილონახევარი, ბადრიჯნის სალათი კილონახევარი, ტოლმა 2 კილოგრამი, ყველის დაფა, სუგუნი, იმერული, შებოლილი 24 ნაჭერი, ქათმის მწვადი 15 მინი შამპური, ორეგული 15 ნაჭერი, ქათმის რულეტი კილოგრამი, ჭადი 15 ცალი, ხაჭაპური 3 ცალი, 6 ნაჭრიანი და ასევე ლობიანი 3 ცალი, 6 ნაჭრიანი, ნადუღი 18 ცალი, მედოკი 10 ცალი, ხილის სტარტი 10 ცალი და სიგარეტი 10 ცალი. სიგარეტი რომელი რა? კუიერი ზოგი გაკეთებული სიგარეტზე. ვინსტონი, პალმალი, რომელი სიგარეტი არა? ფასი გვაქვს 1200 ლარი. 1200 ლარი 15 ადამიანზე. რომელშიც ეწერა 2 კილო, 5 კილო, 7 კილო, 10 კილო რაღაცები და ჩვენს დავიანგარიშე და კაცზე გამოდის კილო 350 გრამი. ესეც ისე რა. ჯერჯერობით ყველაზე მეტი გრამაჟი გამოვიდა პერსონაჟზე, რაც განვიხილეთ. ჯერჯერობით ეგრეა, კი, მაგრამ მე იმ დასაშვებ მომენტსაც ვუშვებ, წერდა რომ ვიღაცა მშიერი მოვიდა სახლში და სადღაც 500-600 გრამი მინიმუმ მაგან თავიდანვე სანამ ჩვეულებრივი მომენტია ეგ ამბავი. სანამ მოგივა რა, ეს არაფერია. მე სულ ეგრე ვიწყებ ჭამას. სანამ ჭამდა ვერე ხო 80 ლარი გამოდის ადამიანზე, ერთ პერსონაჟზე რა, 80 ლარი საკმაოდ ძვირია. მენიუს მრავალფეროვნებასაც შეეხება, საკმაოდ მრავალფეროვანი მენიუა, ამიტომ 5-დან 4 პირდაპირ ეკუთვნით, 80 ლარი კაცზე, როგორც აღნიშნე უკვე საკმაოდ ძვირია. შესაბამისად ფასიც რო გადავიდეთ რაოდენობასთან მიმართებაში, ალბათ რა ვიცი, აქედან გამომდინარე 3 კილოა სრულიად ლოგიკური იქნება რა. კილო 350 გრამი კაცზე რაც იგულისხმება, მაგაში შედის ჭადის წონაც. ხაჭაპურის წონას, ხო, ან ცომეული, ხო რა. ხო, ეგეც ავწოდეთ რა. და საბოლოო ჯამში ისახურებს 10-დან 7 კილოას ერთიანობაში. შემდეგი ობიექტი გვაქვს ოპუსი და გვაქვს ყველაზე საინტერესო პერსონალური დაყოფის ამბავი. 6-დან 10 კაცამდე მენიუში. აი, ნახე, 6 კაცი 8 კაცი არის გათვლილი და ის 4 კაცი არის სტუმარი რომ ის რა. ხო, ანუ 8-ზე დავთვალოთ ეხლა თუ ეს ნათეთი არა. მეკლე თავისი შეყვარებული და ცოლით ბავშვი და მეზობელი რა ნუ ეგ არის მეზობლის ბავშვიც ჩაითვალა ამ შემთხვევაში მეზობლის ბავშვი კი ტრიდი ლიმონადი შეუძლია 590 ლარი ეს 6-დან 10-ზე გათვლილი მენიუ ოპუსი არის ესეთი ობიექტი რომელიც მე პირველად გავიგე მენიუში გვაქვს ესე იგი ქართული ყველის დაბა 600 გრამი
ნიგზიანი ფხალის გობი 4 სახეობა 500 გრამი. პირველ რიგში მინდა აღვნიშნო ის, რომ გობი საკმაოდ დიდი მოცულობის ქართული ტრადიციული ჭურჭელია, რომელშიც 500 გრამი მარტო იკავებს 1/3 ნაწილს. ამიტომ ცოტა არის და ჩემთვის არ კონცეფციურია გობი. ის თქოს რა დაფა და ასე თქვა 4 სახეობა დაფა, კიდე შეიძლება დაფაზე შეიწყო 500 გრამი რა. და დაფაც ის გამოძახებითაა რეალურად ეს კონტეინერით და არა ხის გობით, რომელიც მინიმუმ გასართულებული უნდა იყოს და ასე შემდეგ. აჯაბსანდალი 500 გრამი, ოლივიე ქათმით 500 გრამი, ოლივიე ქათმით რა არის როგორია? ქათმის სალათი და ოლივიეს ისა მიქსი რა. აი, ჯიგდები. არხის სალათი ყელით და თხის ყველით ჩემთვის საინტერესო იქნება და 500 გრამიო ხისიკო დარხუნით 500 გრამი. სიკო სოკო უნდა ეწეროს, მაგრამ სიკო წერია. იცით როგორ რაღაცაა, რომ ალბათ ახლა მექანიკურ შეცდომა ყოველთვის ცდილობს, მაგრამ როცა მინიმუმ დაბუსტვაზე ხომ მიდის ხა ეს ყველაფერი და მინიმუმ ადამიანმა ნახოს, აი როგორც მინიმუმ რა. მილიონჯერ უნდა დაიჩეკოს რა წერია და დაუშვა, რომ ეს შეცდომა არ დაუშვა, ამიტომ -2 ქულა შემდგომ ბაგაჟში. სოფლის წილა გვაქვს 1 ცალი ტომავაზის ფოთოლში, კრემყოლის და გაწვრილი მაწვნის соусით 600 გრამი. ნიგზიანი საქონლის ხარშო წერია. ხარშო არის პურის და არის ქართლიდან, ხოლო ხარჩო არის კოლხურის სამზარეულოდან და ზიანი კერძია, ხო? საოკე ხარშო ნახე გაწყობულ შეს და ესენიც ქევზაობენ რა. ხო და არასწორია რა, რატომ ატყუებ? იმიტომ რომ ვინც იცის ის ხო აღნიშნავს ჩემსავით და იტყვის რომ ესე არ არის. აი, ნინდავრესაცები 700 გრამი, გოჭი 500 გრამი, ორაგული შემწარი 400 გრამი. აფხაზურა 3 ცალი, აი, ხაჭაპური ტაფის 2 ცალი, ტაფის ხაჭაპური მე ძალიან მიყვარს და ძალიან მომწონს მე შეწერია. ლობიანი ტაფის ამ შემთხვევაში ესეც ძალიან რეალი იქნება დასწრებული ვარ. ადი ჯვისტარი 6 ცალი, ლაბა, ანუ იგივე ხალადოცი 700 გრამი, ბაჟე თხემალი, ქართული ნუგბარი, კახური თათარა, შოთის პური 3 ცალი. მადლობა რომ ყოველ რიგში არ გვიწევს დგომა და შოთის პურს 3 ცალს აყოლეთ, მაგრამ დააწერეთ 6 ცალი მაინც დადეთ 590 ხო რა გახდა? არაფერი ვარი და 20 ის ხო? კილო 100 გამოდის კაცზე. საჭმელი, ხო? და 6 ადამიანზე გამოდის 98 ლარი და 10 ადამიანზე 59 ლარი. ძალიან დიდი განსხვავებაა ფასებში. მაგრამ ნახე 6 ადამიანზე გათვლი რომელიც გადაიხდით ამ თანხას და დანარჩენი 4 არის სტუმრის, ხო? სტუმარს ხوار გადაახტევინებ ხე დანარჩენ. ანუ რეალურად იხდი რამდენს? 98 ლარი. 98. ხო, რაც ძალიან ძვირია. კი, რამდენი გამოვიდა? კილო 100 გრამს კაცზე დამდაშებული მდგომარეობაში. აი, წინა შემთხვევაში კნეინაში კილო ქართული ნუგბარი, ყემალი, ბაჟე და კახური თათარა არ გვაქვს მაგაში მოაზრებული, იმიტომ რომ როგორც მინიმუმ გრამაჟი უნდა ეწეროს და არ წერია. ეგეც საკი ამბავია მაგ. აი, კნეინა რო განვიხილეთ 80 ლარი ჯდებოდა კილო 350 გრამი კაცზე და კილო რო გიჯდება რა ამბავიო. ხელი რა სიტყვაში? სამზე მეც ვერ. კი. აი, 2 კილო. ხო. აი, 3 კილო მაშინ დედები მიეწერა და ფასიც შესაბამისად უკვე რაოდენობასთან მიმართებაში მაგაც 3. ხო, 3 მიეწერა. ჯამურად 6 კილო. 6 კილო. კი. მომავალ ახალწლამდე გამოასწორებენ. შემდეგი გვაქვს პომპომი და გვაქვს 12-15 კაციანი. ხალხო, ერთი რაღაცა მინდა გითხრათ რა. წინაზე იყო 6-დან 10 კაციანი, ხა 12-15 კაციანი, ანუ რა გავიგოთ, საშუალო უნდა გამოვიყვანოთ იქ და რამდენი იქნება? თუ სიმაღლის მიხედვით უნდა დავთვალოთ მე ეს ადამიანები და ჯამური გავაკეთოთ და რაღაცა იქიდან კიდე გამოვიყვანოთ. ანუ მაგრამ რატო გავაწყობთ მათემატიკურად? გითხარით, თუ ან არის 12 კაციანი, ან არის 15 კაციანი, პირობითად ან არის რაღაცა 14-იანი ან 13 რამდენი გრამი? ხო, ჩანს ერთი ადამიანი. რა თქმა უნდა და არ მომწონს ეგ ამბავი ყველაზე მეტი. ეს იურის ხება 12 ადამიანი. საკაიფო ჩჭამს 15 ცოტა დააკლდება რა. ეხლა პირველი რაც უნდა აღვნიშნო არის ის, რომ მე უკვე გრაფიკით ხა ჩვენი მაყურებელი ნახავს ამონათებას 754 ლარი წერია მენიუ და გადახაზულია 935 ლარი. ანუ შარშანგრიდა ალბათ 935 და ჩვენი ქვეყანა ეხლა ისე განვითარების პიკში არის, რომ 754 ლარზე ჩამოვიდა, რაც რეალურად თქმა არ რეალურია. იმიტომ რომ 754 ლარი აქვს გამოყოლეთ თავად მარჟი არა და ნუ ვათქვათ, ხო? ხვდებით და გვესმის ეს ყველაფერი, მithumetat ჩვენ გვესმის. აი, შოთის პური 5 ცალი,
გოჭი 1 კილო, საცივი 1200 გრამი, ყველის დაფა იმერული, სულგუნი, შებურული, ქარხნული 350 გრამი, ხო თუ 950. აი, კაია, ყველებს არც ერთ არ ეწერა გრამაჟი, ხო, ყველას ეწერა რაღაცა ესა. კი ბატონო. ნაბუღი სულგუნის ფირფიტებში 12 ცალი, ფხალისასოთი, წითელი მწვანე, ბადრიჯანი კომპოსტო 950 გრამი, ქათმის სალათი კიტრის დრესინგით 750 გრამი, კიტრის დრესინგი საინტერესოა. ის ჭაინი არის. ჩაპლენდერული. საოცარი ოლივიე. ოლივიე წელია just 750 გრამი, კრაბის სალათი 750 გრამი, ლობიანი დიდი 2 ცალი, რაჭული ლობიანი ლორით 2 ცალი. იმედი მაქვს რომ მართლა რაჭული ლორი იქნება და არა ის რაღაც მანდოლინა ლიკორასი რომელსაც ჩააჭრიან ხოლმე და პირდაპირ აგდებენ ვითომ ორჭამ. იმერული ხაჭაპური დიდი 2 ცალი, ტომოვაზის ფოთოლში მაწვნის სოუსი 25 ცალი, რამდენი ჟღერს და ამ დროს ამაპატარებია. კუჭმაჭი ნიგზით 600 გრამი, ლაბა ხალადესი 800 გრამი, შემწვარი თევზი 4 ცალი, ხორციანი ბრუნები 20 ცალი, მჭადი ტაბაკა, მჟავის ასორტი 250 გრამი, ტყემალი 3 ცალი, ტყემალი 3 ცალი, ალბათ იგულისხმობთ დიდი 3 მეტრიანი კილებით 3 ცალი, საახალწლო ნუგვარი 450 გრამი. ხო რა, ტყემალი 3 ცალი რა მიაწევს რამდენი გრამი? მე მაინტერესებს შემწვარი თევზი რო წერია, რა თევზი არის? თევზი არის ამხევად და თევზი არის ხა, გამაგიჟ. 4 ცალი იქნება თევზი ხამსა არის, რა ვიცი. არა ძმო თევზი ქვია, თევზის თევზი. რა თქმა უნდა ესე ძალიან ცუდია. რაოდენობრივად გამოგვივიდა კილოზე ნაკლები 950 გრამი. ეს მჟავის ასორტის გრამაჟიც მივათვალეთ, მაგრამ მჟავის ასორტი რეალურად მეორე დღეს უნდა შეიჭამოს დილით პახმელიაზე. 950 გრამი და კაცზე გამოდის 50 ლარი გამოდის. 50 ლარი. რაც საშუალოზე მაღალია, ჩემი აზრით, მაინც ვერ გამოდის. საშუალოდ რა ვთქვათ რა, მოდი ნაკლები რომ მოიგოს ობიექტმა და ყველა ახალი წელი შეიგოს ისე როგორც საჭიროა, ყველას თანაბრად ვიხაროს ახალი წელი, კაცზე უნდა შევდეს ალბათ 40 ლარი მაინც, 40-45 ლარი, აი ეგეც ისეა რა. ო, აი რაღაცა იაფად რო შესთავაზებ მრავალფეროვნებას მისცე მენიუში, დაბალ მარჟაზე იმუშავებ და გაუხარებ ადამიანს ახალ წელს. ის ადამიანი მოვა შენთან საახალწლო დღეებში და შეჭამს. ძველი ახალწელს შეუკვეთავს კიდე შენგან მენიუს. სხვა დღეებში მოვა, სხვა სიტყვის რო ნახე რა იაფად იყიდება რაღაცა და უფრო მეტ რაოდენობაზე იმუშავებ და არა რაღაც მარჟაზე რა. ამიტომ მენიუს მრავალფეროვნებაში ვფიქრობ, რომ არა, უცნაირად ცუდი მრავალფეროვნების კარგად არიან, იმიტომ რომ ეხლა განსხვავებით ჩვენ გვაქვს მაგალითად კრაბის სალათი გვაქვს, რაღაცა კიტრის დრესინგით არის ქათმის სალათი, ცოტა განსხვავებული გვაქვს და ასე შემდეგ შემწვარი თევზი გვაქვს, რომელიც არის სტრასებია, მაგრამ ეგეც მრავალფეროვნებაში ითვლებათ და 5-დან 4 კულა სრულად ობიექტური იქნება ჩვენ მხრიდან მე მგონი, ხო? ხასის შესაბამისობა რაოდენობასთან მიმართებაში 3-ზე მეტი არა, ვერა. იქნება вообще ერთიანი დავწერაში. აი ეს რო გააკეთეს 935 რო გიგდა და 754 ლარზე რო ჩამოწიეს, როცა რეალურად 754 ლარი დაწერეს თავიდან და მე 935 გადახადეს რომ მარკეტინგულად მოიგონ. ამ ფასით რომ იმსჯელო. ხო. 900 ნული უნდა იყოს. ანუ 0-ად უნდა შევაფასოთ. 0.5. 0. ხო. აი, მოდი ჩავწეროთ 0. ბოლო ობიექტი დღევანდელი გადაცემის არის პურობა, არის 10 პერსონაჟზე გათვლილი და ღირს 750 ლარი. ხო? არ გვიწერია რა რამდენია? თუმცა ნახე, საკმაოდ ისეთი კაი კერძებია. ქართული ყველისნაირ სახეობა, ფხალეულის გობი, ახაც გობი არის. წნილეულის ხონჩა, ზეთისხილი, ხბოსკანჭი, შეზავებული ბურვაკი, გებჟალია, შემწვარი წიწილა მუხრანის, გოჭი, ქათმის სალათა, ოლივიე, მეგრული ხაჭაპური, იმერული ხაჭაპური, აი ხაჭაპურებსაც არ უწერი, რამდენი ნაჭრიანია, ხო? მინიმუმ შეგიძლია დააწერო რაღაცა, რომ 3 ნაჭრიანი ხაჭაპური და მე რაოდენობაზე დარეკავ და იკითხავ რა. პორციანი ბლინი შესაბამისკინებელი, ანუ უნი მოგდის, ახური შოთი, ინდაურის საცივი, ბატკნის ჩაქაფული, ეს კონსერვი ალბათ. არა, ხო, ეგეც უნდა აღნიშნოს, რომ ჩაქაფულის სეზონი არ არის ახლა, გაზაფხულზეა ჩაქაფული, რა თქმა უნდა, ყველა ვიცით და ზაფხულის რაღაც ნაწილში სანამ ცხვარი დაიწყებს მერე მოძრაობას და ბალახობას, ამასაც ამიბუშლობას და ამას მე სხვა ვიდეოში ავსებოთ ახსნით.
და ბატონი შაქაფური შეიძლება ესე კარგად ჭერდეს, მაგრამ ნუ არ იჭმება როგორც წესი ზამთარში და მართლა კონსერვირებული თუ შეიძლება იყოს ალბათ ან ჩაყინული და მე ეს ამგვარი და გაკეთებული და ოსტრი, რომელსაც შეგვიძლია რაღაცა ცხარცხარი და არხვა და არ ერქვას ოსტრი. იმერული კუპატი ან აფხაზურა ძალიან მაგარი იდეა თქვი რა, მართლა ძალიან კარგი იდეა თქვი, რომ ცხარცხარი არის ალბათ ყველაზე კარგი სახელი, რაც ქართულთან კარგად ასოცირებულია რა. ოსტრი უკვე პირდაპირ რაღაცა ისეა. ოლივიეც მათ შორის რა. ეს რუსული სახელწოდებები მაინც თუ გინდა და გიყვართ, აკეთებთ და მოგწონთ, ხო? გადაარქვის სახელი. ფილისური ეს არის სალათი. მაშინ უზლის რაც ეწერა. ქალაქური. ჭხილებში რაღაცა ოლივიე კაი, მიაწერე რომ ვიღაცა მიხვდეს რა. თავიდანაც არ უნდა იმასო. სამას მერე ამოვაგდოთ ხმარებიდან ეგ სიტყვა და იგივენად ცხარცხარი. მე ძალიან მომეწონა ეხლა და სხვათა შორის რამე მენიუს თუ გავაკეთებ მე და შენ ხა. უახლოეს მომავალში ოსტრი გავაკეთოთ ცხარცხარი რა. იმერული კუპატი აფხაზურა ეს შესაბიწყინებელი მოდის. და ეს შესაბიწყინებელი უმია და შესაძლოა თუ გასაცხელებელია, არ ვიცით. ნორვეგიული ორაგულის მწვადი ეს კაი უკვე რომ შავი ზღვის ის არის ორაგული რაღაც მაინდება ორაგული ელმარიოში გამოყვანილი ამას რატო არ უწერია ნორვეგიული ეს ალბათ შავი ზღვის არის გამახეითნება წითელი ხიზილალა ტყემალი გოზინაყი ჩურჩხელა წითელი ხიზილალა აბა რა ხიზილალა ნახე აი რაღაცები საინტერესო კერძები იყო აი შესაძლოები იყო მაგრამ 4.5 დავწერ ოკეი კი ბატონო, მოდიო მაგაზე, ხო, 750-იანი მენიუ, 1000 კაცზე. ცოტა ძვირია, მაინც ძვირია, ასე თუ ისე. ძვირია არა, ვერც გაიგებ ძვირია თუ არ არის. თუ რაოდენობა. ხო, ანუ არ წერია არაფერი საერთოდ. ეხლა ხო, ანუ რაოდენობა რაღაცა მინიმუმ 1 კილო თუ მოვდის რაღაცა კერძი. საკმაოდ კაი ფასი გამოდის, მაგრამ გამომდინარე იქნება არ ვიცით. ფასის შესაბამისობა რაოდენობასთან მიმართებაში. შენი აზრი გითხარი? ფასის შესაბამისობა რაოდენობასთან მიმართებაში მე ამას დავუწერ 0 ქულას, იმიტომ რომ 750 ლარს რო ვიხდი, კაი, ძალიან მრავალფეროვანი მენიუ კი აქვს, მაგრამ რამდენი მოვა, ანუ ხო არ ვიცი. და შესაბამისად რაღაც მოლოდინი ხო უნდა მქონდეს, რომელი კერძი, რამდენი მოვა და ასე შემდეგ. როგორც მინიმუმ გვაწვალებენ რა. გვაწვალებენ. გარეკინებენ, გახარჯინებენ, სალაპარაკო. სამკე სალაპარაკო კიდე. თვითონ არ წუხდებიან, ვერ გავიგე 500 კაცი რო ურეკავს და აი რამდენი რა შედის და ყველაფერი უნდა ჩამოგითხოვო. ხო, ძალიან ეს ის მომენტია, პირადში მოგწერეთ. ხო, უეჭოლენა ხა ეგ მომენტია. всё, მე მგონი კიდე კაი ფასიც უწერია თორე. რა მენიური მეგობრებო, აუცილებლად რამაც ყოველთვის გვაუწყდება და ვერ გადავიმივეჭვიეთ, არის ის რომ დამეწერეთ ჩვენი არხი და ლაიქეთ, რაც მეტი და ლაიქი გვექნება, მით მეტი ადამიანი ნახავს და ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ალგორითმისთვის. დამიკომენტარეთ და კომენტარებში დაგვიწერეთ ის თუ რომელი ობიექტები განახილოს შემდეგში. და ისიც დაწერეთ, რომ რა ვიცი, ვინმეს თუ გაქვს მართლა ხო, კვების ობიექტები შეიძლება თუ დავპატეჟოთ, მოვიდეთ ადგილზე, გავსინჯოთ და იქ ადგილზე შეგაფასოთ, რომელსაც მე და ჩვენს მაყურებელს გავზიარებთ. ხო მართლა? ან შეგიძლიათ ეს მენიუები გამოგიგზავნოთ, გავსინჯოთ და შევაფასოთ. უკვე გემოზეც შევაფასოთ. ერთს აღნიშნავ პატარას, გარდა იმისა, რომ ეხა მენიუები რაც ჩამოვთვალეთ, იყო მაქსიმალურ პერსონებზე გათვლილი მენიუები, ასევე ამ ობიექტებს ჰქონდათ კიდე ცოტა რაოდენობაზე გათვლილი მენიუები და სამარხო მენიუები. მხოლოდ ორ ობიექტს არ ჰქონდა. Royal Catering შენი გემრიელი წვეულებას და ნუზლის სამარხო მენიუ. ხო, დანარჩენი ყველა თავაზობს სამარხო მენიუსაც. ესე იგი Royal Catering-მა და ნუზლიმ მარხო არ ვიცით რა არის. ხო. მე და გამოიწერეთ ჩვენი არხი. და დაგენზრებ.